რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო ეთერში ვერ მოხვდა. Როგორ ხვდებიან ახალწელს ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენი კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის ზრუნავენ. მათ უმეტესობას ახალწელს საკუთარ ოჯახებში შეხვედრის ფუფუნებას პროფესია არ მისცემს. მით უმეტეს, რომ ახალი წლის დღეები გაუთვალისწინებელი შემთხვევებით დატვირთული იქნება. განგაშის საყვირიდან 45 წამში მეხანძრეები მისამართზე გასასვლელად მზად უნდა იყვნენ. მამუკამ ფარეხში ჩასვლა, სრული ეკიპირება და მანქანაში ჩაჯდომა უნდა მოასწროს. ის 22 წელია მეხანძრეა. ამ ხნის განმავლობაში რამდენ ახალწელს შეხვდა სამსახურში ვეღარ ითვლის. 12 საათმა შემოკრა, ჩვენ დავიწყეთ ახალი წლის აღნიშვნა, უცბად გაიღო კარები, სადაც ვისხედით სუფრასთან და თოვლის ბაბუა და ფიფქია შემოვიდნენ. ჩვენ გვეგონა ვინმე გვეხუმრებოდა, სინამდვილეში გამოძახებაზე მიდიოდნენ და მისამართი გკითხეს, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვალიანეთ. აგერ მიცკევიჩის ქუჩაზე მიდიოდნენ, მაგრამ ამასობაში სანამ ისინი საბურთალოს ქუჩიდან მიცკევიჩამდე ფეხით გაუყვნენ, მანამდე ჩვენ სახანძრო მანქანით გადავუსწარით უკვე გამოძახებაზე მიმავლებმა. ახალი წლისთვის განსაკუთრებით ემზადებიან მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც. მატარებლის მემანქანე კახა 2013 წლის შეხვედრას სახლში ოჯახთან ერთად აპირებს. მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანის უსაფრთხოება სწორედ მასზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიწევს მუშაობა მავნე პირობებში დაახლოებით ალბათ 7-8 საათის განმავლობაში და გზავრების სიცოცხლესთან აგვაქვს საქმე. აი ამით დღესასწაულს ასევე ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდება პარკინგი ინსპექტორი. სითი პარკის თანამშრომელი მერი ბიწაძე უკვე მე-4 წელია ქალაქში პარკირების ადგილებს აწესრიგებს. მოხარული ვარ, რომ ჩემი წვლილი შემაქვს პარკირების მოწესრიგებაში, რაც თავისთავად გულისხმობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას. სერგო გაჩეჩილაძე 31 დეკემბერს მორიგეა. როგორც თავად აცხადებს, ახალი წლის ღამეს უბედური შემთხვევები ხშირია. მაშველებს დღესასწაულზე ჩვეულებრივზე მეტი გამოძახება აქვთ. ამის მიზეზი როგორც პიროტექნიკის არასწორი გამოყენება, ისე ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების გამო შექმნილი შემთხვევა შეიძლება გახდეს. 2013 წლის ღამეს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე სწორედ ის იზრუნებს. ქართველები ცოტა ჭამასმის მოყვარული ხალხი ვარ და ხდება ხოლმე ავარიები, რაღაცეები და აქედან გამომდინარე გამოხვილებული გვაქვს ყურადღება და ყოველთვის ყურადღებით მუშაობთ. ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობა ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობა უწევთ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ თითოეული მათგანი საყვარელ საქმეს ემსახურება.